ლეგენდის თანახმად, გრინჩი უამრავი წლის წინ სანტა-კლაუსის გამოჩენასთან ერთად გამოჩნდა, რათა ბავშვებისთვის შობა წაერთმია. მიუხედავად იმისა, რომ სანტამ მასთან ერთად ცხოვრება და მეგობრობა შესთავაზა, ის დღემდე აგრძელებს შობაზე ნადირობას და როგორც ჩანს, ახლა საქართველოს ჯერი დადგა. მაშინ როცა მთელს ერს პატარასა თუ დიდ საახალწლო ზეიმი უნდა მოგვეწყო, ქუჩებში პატარ-პატარა გრინჩები გამოჩნდნენ, დიდი დაფინანსებით. ჯერ პიროტექნიკა სრულად გაანადგურეს და საბრძოლო იარაღად გამოიყენეს. შემდეგ, როცა სხვადასხვა ქალაქებში ნაძვის ხეების აწყობა და საახალწლო განწყობაზე სრუნვა დაიწყო, მაშინვე ყველა ხერხი გამოიყენეს, როგორმე ეს განწყობა ყველა ადამიანში გაენადგურებინათ. მაგალითად, ნაძვის ხის კონსტრუქცია თბილისსა თუ რეგიონებში პოლიტიკური ლოზუნგებისთვის გამოიყენეს. 14 დეკემბერს, როცა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე უნდა ანთებულიყო და ბავშვების გული გაეხარებინა, გრინჩები გარს შემოეხვევდნენ და არც ბავშვები მიუშვეს ახლოს და არც ნაძვის ხის ანთების საშუალება მისცეს მერიას. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ყველა უბანში ულამაზესი ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე მართალია ღონისძიების გარეშე, მაგრამ მაინც აინთო, ყოველ საღამოს სიხარულისა და დღესასწაულის ქურდები რუსთაველის გამზირს იკავებენ და ზეიმის საშუალებას არაძლევენ მოქალაქეებს. რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები ტარდება, თუმცა მავნებლები აქაც ცდილობენ ადამიანებს საზეიმო განწყობა წაართვან. ქუთაისში პოლიტიკური ლოზუნგებით საახალწლოდ მორთულ ნაძვის ხეს გარს შემოეხვევნენ და მისულ ბავშვებს არ მისცეს საშუალება ფოტოების გადაღებისა და სიხარულის. ღონისძიების პარალელურად მართავენ აქციას, რომ როგორმე საახალწლო განწყობა ჩაახშონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა მათ ქმედებებსა და პროტესტს ემიჯნება, მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ყველგან. მაშინ, როცა ახალ წელს ომიც კი შესვენების ფაზაშია, საქართველოში დაბუდებული ბოროტი გრინჩები სკოლებში ცდილობენ ბავშვებს ღონისძიებები ჩაუშალონ. საახალწლოდ აი ემზადებიან ჩემი შვილები, რაღაცებს ქარგავენ, რავი რაღაცებს ქსოვენ, რაღაც კაბებს არჩევენ და მთელი რაღაცა და თურმე ეხლა უკვე გავიგეთ, რომ აი საახალწლო ზეიმი არ იქნებაო. ანუ რატომ არ უნდა იყოს? კიევშია ზეიმი. აი ნუ რავი როგორ თქვა, კიევშია ზეიმი, ყველგან არის ზეიმი, კიევში ანთებენ იმ საახალწლო ნაძვის ხეს ხალხო და ჩხოროწყუს აი აფხაზეთის საჯარო სკოლაში რატომ არ უნდა იყოს საახალწლო ზეიმი? ამის პარალელურად თავად მორთულ და გალამაზებულ რუსთაველზე ერთობიან და სცენიან ადამიანებს. მისი განწყობაცა და ბედნიერების შეგრძნებაც მოიპარეს. ბავშვებისთვის მოწყობილ საახალწლო სოფელშიც თავად იღებენ ფოტოებს და ცენტრალურ ნაძვის ხესთანაც ფერად ვიდეოებს. ბავშვებს ნაძვის ხე? ასეთ დიდი მადლობა, ასეთ მუხტს რო ქვნით, მობრძანეთ. მეგობრებო, ბავშვები, ჩემ ხელები მოდით და ნახეთ რუსთაველის ნაძვის ხეს. და სცენიან ბავშვებს და მათ მშობლებს. ასე დავდგები, короче, სიმო მითხარა პირდავდგე, ასე რომ გამოჩნდეს ნაძვის ხეაზე, короче, ასე სიმო ლამაზიასე ჩანს. საახალწლო ზეიმის სატანისტური რიტუალებით შეცვალეს და რუსთაველზე ბედნიერი ბავშვების სეირნობის ნაცვლად კუბოებით დარბიან და უცნაურ კაბაში ჩაცმულ კაცებსაც ეკვევენ. არც მალავენ, რომ ამას სიამოვნებით აკეთებენ და ზეიმიც, ახალი წელიც და მორთული რუსთაველიც თავად ახარებთ. სულ არ ადარდებთ ნაძვის ხის გარეშე დარჩენილი პატარები, რომლებსაც ფოტოს გადაღების საშუალებასაც არ აძლევენ. თავად კი მათ ნაცვლად ერთობიან. 31 დეკემბრის წართმევასაც უპირებენ ბავშვებს. რუსთაველზე შევხვდეთ და ერთად ვიზეიმოთო. არადა რომ გეკითხა არ ეზეიმებოდათ. სინამდვილეში უბრალოდ მავნებლობენ. ცდილობენ ყველა, ვინც მათ აზრსა და მავნებლობას არ იზიარებს, ამ ქმედებით დაამონათონ. რა გეზეიმებათ, რა გენაძვისხევებათ. გვეკითხებიან და თავად ყოველ საღამოს ზილინას აწყობენ რუსთაველის ნაძვის ხის გარშემო. ავიწყდებათ, რომ ფერადი ნაძვის ხე 1000 ფრად მორთული ქალაქი და განათებული ხეები არა მათთვის, არამედ პატარებისთვისაა, რომლებსაც შობა ახალი წელი აბედნიერებთ. წლიდან წლამდე ელიან ნაძვის ხისა და გალამაზებული ქუჩების ნახვას.
კარგად ვიცით, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს ერთადერთი საშუალებაა იზეიმოს ახალი წელი. საკუთარ თანატოლებთან ერთად შეიგრძნოს შობის ჯადოსნური ძალა და ამასაც მავნებლები, საკუთარი ამბიციებით გამწვანებულები ართმევენ პატრიოტიზმის სახელით და ვერ უხსნიან პატარებს. რატომ არ შეიძლება ნაძვის ხესთან მისვლა და ფოტოს გადაღება მაშინ, როცა ახალი წელია და სოფლიოზე იმობს.